დღეს ჩვენ შევადარებთ ყველაზე იაფიან და ძვირიან სუშებს. ჩვენ გვაქვს კარფურის სუში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური სუშია თბილისში და სუშიმენის სუში, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია, მაგრამ საკმაოდ ბევრმა ადამიანმა შეაქვა, ამიტომ ჩვენც გავსინჯავთ. საინტერესოა, მოდი გადავამოწმოთ ჩვენით. დავიწყოთ ფასებით. აქ გვაქვს თინუსის სუში და ორაგულის სუში კარფურიდან. თინუსის სუშის ფასი იყო 15 ლარი, ორაგულის სუშის ფასი კი იყო 17 ლარი. სულ რაღაც 17 ლარი. ფასის დადა. ფასი დავკარგეთ. ფასი არა. ფასი არ არის, ვერ ჩამევიტანე. ყველაფრის ფასი წერია სუშის გარდა და ვნახოთ აბა სალაროსთან დაეგირება. ფასიც ეს 15 და 17 ლარი. ეს 17. რაც შეეხება სუშიმენის სუშის, კონკრეტულად ეს სეტი ღირდა 135 ლარი ფასდაკლებით. რეალური ფასდაკლებით არის 154 ლარი, ხო ასეა? ანუ რა გამოდის ერთი სუშის ფასი? ერთი სუშის ფასი გამოდის ამისი ეს, ამისი ეს. დაიწერება. ჩემი დღევანდელი სუშის გამანადგურებელია რა იქნება? ეს. ჩემი ეს. მე ვერ წამიგენით და მაგიტომ. მოდი დავიწყოთ კარფურის სუშით. მე ვფიქრობ, რომ ბიუჯეტური სუშით უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ კარგად დავინახოთ შემდეგ სხვაობა. თუმცა რა თქმა უნდა ფაშის ტიპია სხვაობა. პირველ რიგში მინდა გაჩვენოთ ეს სუში, რომელიც არის თინუსით. და ორივე სუშის ნაკრებს მოყვა თავის სერვირება. ვასაბი, სოიო. სუშიმენს მოყვა ეს, რომელიც უნდა ჩაასხათ მე აი ამაში. ხო, ცალკე მოყვა და კარფურის სუში სტანდარტულად ესეთი ცოტა ასხია ნახევარი. მოდით დავიწყებ თინუსის და გემოვნებით, იმიტომ რომ ვიზუალს ვიტყვი, რომ არ სუის ესახერბიელოდ გამოიყურე. Fail. არა, იყოს ეგ ბანდი, იყოს ბუტაფორიად. აი, მივცეთ, ანუ იშლება, ჩემი ბრალი არ არის, ნახეთ. აი, ხე კიდევ ვეცდები რომ მეორე დავიღო, ისე რომ არ დამეშალოს. ბრინჯი იშლება, საერთოდ არ არის შეკრული. თავი ძლივს უჭირავს, შემონინი. თავი ძლივს უჭირავს. და ვიზუალს ვიტყოდი 10-დან გამოიყურება 2 ქულაზე, იმიტომ რომ ძალიან, აუ, ხალხო შეხედე. ვიზუალი არის ანუ ბრინჯი არის საერთოდ შეგიძლია ამოჭამო ეს ცალცალკე ბრინჯი. ანუ უბრინჯოთ ჭამე ხა. ხო, მარტო მიმიში, აბა მიცკავსინჯო. მარტო თინუსი ვიშევჭამე და ამიტომ აი ძლივს. ჩანგლით. ოდნავ ჩავაწაწვინოთ, იმიტომ რომ დიდი საშუალებას ეს არ მოგცემს, მაგრამ ასეც მოძრა. ესეც მოძრა. ანუ ბრინჯი ცალკე იჭმევა და თინუსი ცალკე იჭმევა. ვიზუალის გარდა აწყობაც ძალიან საშინელი აქვს. ან გემოძე რაღაც კატასტროფა ვაფშე არ არის რა, ეხლა რომ კატასტროფაა და ძალიან ცუდია და რაღაცას ვერ ვიტყვი. просто აი ბრინჯი არის ძალიან მშრალი და აი რაღაცნაირია რა, თორე მე ვიტყოდი რომ ჯამში ცუდი გემოაქან არ იჭმება ვაფშე არ არის ეგეთი, ანუ ნორმალურია. ფასსაც შეესაბამება არის ნორმალურზე ნორმალური, რა ვიცი. ვასაბი იყო ზომიერად ცხარე, უბრალოდ სუშისა დაგეთანხმები რომ არის ძალიან მშრალი. ძალიან. ეხლა გავსინჯოთ მოდი ორაკულის. ეს საკმაოდ შეკრულია. მე ცოტა გამიხსნა დამიშავა, მაგრამ არ აუშავს. და ესე თუ შევხედავთ სუშის სახე აქვს ყველა შემთხვევაში. აბა გავსინჯოთ. ნორმა რა. ცოტა მარილს დავამატებდი ამაში. ნორმით, მაგრამ რაღაც მხრივ ჩემთვის პირადად გემოვნური თვისებების გამო პირველი მირჩევნია რა, აი თინუსის გამო ალბათ. მე კიდე თინუსის გამო მომდენად ძალიან მემძაფრა. ჩოლები არა, მე ანუ ზოგადად ანუ ძალიან თევზით მოყვარული არა ვარ. სუში მიყვარს. ცალკე თევზი მხოლოდ ნორვეგიული ორაგული. ეხლა ვასაბისთან ერთად გავსინჯავ. ხო და მაქედან გამომდინარე, ნავი, ცუდები 10 ფასი ღირს, მაგითი გემოაქ რა. და 15 ლარად ვინ გაჭვეს წესია სუშის, ხო? ლოგიკურია. ნამდვილად ძალიან ბიუჯეტურია და როცა სუში გინდა ალბათ და ართვის დიდი ბიუჯეტი გაქვს, ნამდვილად მოგიყავს სუშის სურვილს უეჭველი დააკმაყოფილებს ისე რომ როგორც ეკადრება ფასთან გამომდინარე. ერთხელაც უნდა გავსინჯო ეს რა. აბა ერთხელაც. რა ხარ? ბაზები ძალიან ზღარი იყო. მანახება. ბევრი და წყალი უნდა მოვიტანო. ვაფშე არ არის ეგეთი ცხარე რა. მე ძალიან ბევრი შევჭამე. ბევრი შევჭამეო. კი, წაუცხნ. ამას სპეციალურად არ ვიღებთ. იყოს. შედეგია ამ ვიდეოს. მოდი ხ გადავიდეთ სუშიმენის სუშის დაგამონებაზე, რომელიც ვიზუალიც გამოიყურება
10-დან 10-ად ალბათ, 10-დან 9-ად მინიმუმ. საკმაოდ მძიმე იყო შეფუთვა წეღარმე რო გავხსენი. თვითონ როლები არის, აი ორჯერ დიდი ვიდრე ესენი. ფასიც რა თქმა უნდა ორჯერ და მეტჯერ უფრო მეტი. მე ძალიან მაღიზიანებს ეს რომ მოწუწულია ეს მაგიდა. ხა, მოწმინდა მერეა. მე გიშლი თუ რა? არ გიშლი. ჩემბრალი არა. ხო, ზუსტად იგივე ჩხირები. ხო, ჩხირები იგივე აქვს. ჩხირია რა. აი, ესე გამოგვიგზავნეს სოი. ზარობის დროს არც დაიქცევა და ვასაბიც აი ესე გამოიყურება, ესე ლამაზად. კაპუსტა. აბა, ვანად გურებთ? ოდნავ დაბალი იმით დავიწყოთ. დაბალი რა, ანუ მე აი ეს რა არის ა? ნორი. ხო, აი გარდან ნორი აქვს, ყველაზე ნაკლებად მიყვარს ეგ, მაგრამ არც მაგას არ ვიწუნებ. Cheers. ჩავაწაწუნოთ. ძალიან დიდი ზომის არის და რაღაცნაირი ფრეშ გემო აქვს. ყველა ინგრედიენტის გემო იგრძნობა და ბრინჯიც თავის მოწოდების მაღალეზია. უბრალოდ ძალიან დიდია, კიკაიერო დიდია, იმიტომ რომ დიდი უნდა იყოს, გასვლა პატარა რა თქინდა. ასე არ არის? ეს ჩავამატებ. ეს არ არის სუშიმენის რეკლამა. არც არაფრის რეკლამა არ არის. შემდეგი არის ეს სახელებში ვერ ვერკვევი, აი ეს. შემდეგი. აი მე რა მხელა უბრალოდ. როგორი შეკრულია რო არის შლება? ჩანგლით რო ჩარჭობილი მაქვს და არის შლება. უფრო იშლება ხოლმე ჩანგლით ყოველთვის. როგორ შევაფასებდი ამ კრევეტის როლს? მე ძალიან. კრევეტის ძალიან კაი იყო რა, აი სუპერი იყო რა. ესე ზღვის პროდუქტების მოყვარული შენ კი იცი რომ არა ვარ დიდად. მაგრამ ნუ ადრე უფრო არ ვჭამდი, ხა ამ ბოლო დროს უფრო ვჭამ. აი ესეთი ორი დიდი ზომა კრევეტია და ზემოდან და შიგნით რამხელა კრემყველი აქვს, უბრალოდ შეხედეთ. ძალიან მაგარია. ერთ რაღაცას დავამატებ, რომ სუშის სანამ ნინის გავიცნობდი, ვაფშე არ ვჭამდი. და ნინის დამსახურება რომ მე სუშის მივირთმე. ნახეთ რა მეუღლე მყავს. უგემრიელესიო. ძალიან კაი იყო. შემდეგი გვაქვს ორაგულით, რომელსაც რამხელა ორაგულია და უბრალოდ შეხედეთ. და ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი არის ორაგულის. სუშიმენში ხარობენ ნორვეგიულ ორაგულს, რაც წავკითხე ესე ეწერათ. მაგრამ ეს რეკლამა არ არის. ხო. ნაი ცოტა რაღაც მარილი აკლია რა, აი. მარილი აკლია. მეც ვფიქრობ რომ ცოტა მარილი ძალიან ნაზი არის რა, აი ძალიან. რაც შეეხება კიდე ბრინჯს რა, აი ბრინჯიც სუშური ბრინჯი არის, აი სუშ როგორც უნდა კონდეს. მიუხედავად იმისა რომ ეს როლები ბევრად უფრო დიდია ვიდრე ეს კარფურის როლები, ბრინჯის ფენა ამაში არის უფრო თხელი და აქცენტი არის უფრო შიგთავსა ვიდრე იქ. იქ არის ორჯერ უფრო სქელი ბრინჯი, რომელიც თან ძალიან ცუდია. ტურა კი არის სამჯერ ძვირი მერე ჩემონინი. ასე არა? ცხონაედრო იყოს არ იქნებოდა. მოსაწონი ამბავი ძალიან. შეფასების დრო არის. დავიწყოთ კარფურის სუშისგან, მოდი ჩემს იარაღს დავდებ. კარფურის სუშის მე დაუწერდი 6 გამომდინარე ფასიდან. ძალიან მისაღები ფასი აქვს კარფურის როლს. ანუ 15 ლარად სუშის ჭამა, ასე ვთქვათ რა. ფასთან გამომდინარე, გემოც შესაბამისი არის. ეხლა სუშიმენის გემოს, ან პრემიუმ სუშების გემოს ვერ მოსთხოვ ბიუჯეტური კარფურის მარკეტის სუშის, ხო. ერთ-ერთი ის მოთხოვოთ, რომ არ გვეწყინოს. აი იმედია ხ მაღაზია ლაპარაკი არ არის, ხო? აი იმედია არა. აი მე მოწალი. სპონსორები აჭამეთ ფული აჭამეთ რომ მოურჩინოს. რა შეეხება სუშიმენის სუშის 8 ნახევარს დაუწერდი კიდან გამომდინარე რომ ანუ ცოტა ძვირია მაგრამ ნუ ხარისხი მაგრესი რახან კარფურის როლი შევაფასე ფასი და გემოდან გამომდინარე ამასაც ისევე შევაფასებ თორე აი გემოზე 9 არის ჩვეულებრივად ცოტა ურტყამს ჯიბესა ხო 6 ამას დაუწერე მოდი კაი 9 ამას დაუწეროთ რა აი მეც მოკლედ გეტყვით რომ კარფურის სუშის დავუწერდი 5-ს იმიტომ რომ ბრინჯი კატასტროფულად არ მომეწონა საერთოდ არ ვიცი ისეთი ბრინჯის სახეობა მე მგონი რომელიც სუში არ გამოიყენება ის რომ ერთმანეთს აუზელ ბრინჯი არა ეგეც არა არ გეთანხმები ხო თქვათ ეგრეც არის დამშრალი იყო და აი სოიოც კი რო არ შველი ისეთი მშრალი იყო თან ძალიან დაიშალა ცოტა შველი და კაც სოი 5-ს დავუწერდი რაც შეეხება სუშიმეს მართლა respect იმიტომ რომ არა მართლა ესეთი საოცარი ზომები არის და ინგრედიენტებიც არ არის დაშურებული და დანანებული ძალიან fresh არის კიდე აი ძალიან ცოცხალი არის და კვების ობიექტებისთვის კარგი review იქნება რომ ყოველთვის კარგი საკვები უნდა გააკეთოთ
რა იცი ვინ წერს შენზე ვიდეოს და მართალია ამიტომ ყოველთვის ხარისხზე უნდა იყოთ ორიენტირებული ეხლა ინფლუენსერთან რომ ვინცაც რეკლამას უკვეთავ იმასთან რა თქმა უნდა საუკეთესო ხარისხს აგზავნ და ის ინფლუენსერები სადაც განიხილავენ მართალს იძახიან რა მართლა კარგი არის მათი ულუფა ესე ვთქვა შეიძლება სხვა დროს მიხვიდა და ეგეთი არ დაგხვდეს რა და ეს რაც ბრალდებათ ხოლმე მე ინფლუენსერებს ან რაღაც ვინც რეკლამა გააკეთა იმასთან ნუ ცოტა ისეთი არის controversial საკამათოა აჰა და საბოლოო ჯამში დავუწერდი 10-დან 8-ს იმიტომ რომ ამაზე გემრიელი სუშიც მიჭამია არ ვიცი აი რაღაცა გემოები ყოფილა ისეთი რომ უფრო მრავალფეროვანი იყო აქ არის ყველაფერი ძალიან კარგი გასაგები მარტივი კლასიკური და საუკეთესო მაგრამ ვფიქრობ რომ ცოტა მარილი მოხდება ფილადელფიას ოღონდ დანარჩენს არა რა ფილადელფიას ხო კიდე ერთხელ გეტყვის რომ ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი და თქვენს თუ დაგიგემოვნებიათ ამ სუშებიდან რომელიმე დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი შეფასებაც გვაინტერესებს. პირადად თქვენთვის რომელი არის საუკეთესო სუში? დაგვიწერეთ კიდევ რომელი რა სახის შედარებები გავაკეთოთ, თქვენს გულს და სულს და თვალს რომელი გაუხარდება და ჩვენ ყოველთვის ვკითხულობთ კომენტარებს, ამიტომ ჩავუშვებით თქვენს კომენტარებსაც. ჩვენ სუშის ექსპერტები არა ვართ, ეს ჩვენი სუბიექტური აზრი იყო, ჩვენი გემოვნებიდან გამომდინარე, ამიტომაც აბაჰე